ვაგრძელებთ ლაპარაკს წამალზე პასუხის ვარიაბელობაზე და ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ვარიაბელობაში ჩართულია ძირითადად სამი სტრუქტურის პოლიმორფიზმი, ეს არის წამლების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტები, ეს არის სამიზნე სტრუქტურები, ძირითადად რეცეპტორები, რომელიც ჩვენ განვიხილეთ წინა ლექციაზე და დღეს ვილაპარაკებთ წამლების ტრანსპორტერებზე და მათ მეტაბოლიზმზე. წლების მანძილზე მიჩნეული იყო, რომ წამლების ტრანსპორტი ბიოლოგიური მემბრანების გასწვრივ ძირითადად მიდიოდა პასიური დიფუზიის გზით და წარმოადგენდა პასიურ პროცესს და არ მოითხოვდა ორგანიზმიდან არანაირი ენერგიის დანახარჯს. მაგრამ შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ წამალის ხშირად ორგანიზმი გააჩნია სპეციფიკური სატრანსპორტო სისტემები და ზოგიერთ შემთხვევაში ამ სატრანსპორტო სისტემის მუშაობას ესაჭიროება ენერგია, იქნება ეს ATP-ის ჰიდროლიზის ხარჯზე მიღებული ენერგია თუ გარკვეული იონების კონცენტრაციული გრადიენტით გადაადგილებით მოპოვებული ენერგია. უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსპორტი თავისთავად და ფარმაკოლოგიური პრეპარატების ტრანსპორტი საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და რა თქმა უნდა, ტრანსპორტერების პოლიმორფიზმი ცალსახად შედეგს იპოვის წამალზე გარკვეული პასუხის აღმოცენებაში. რადგანაც თუ ვერ მოხდა პრეპარატის ტრანსპორტი და პრეპარატის მიწოდება სამიზნე სტრუქტურამდე, ან თუ ვერ ხდება მისი მეტაბოლიზმი, ან პრეპარატის გადაადგილება ღვიძლში, სადაც ხდება მისი ძირითადი მეტაბოლიზმი, შესაბამისად შეცვლილი იქნება, ან დაქვეითებული, ან გაზრდილი გარკვეულ წამალზე პასუხი. ხშირად წამლის ტრანსპორტი შეუღლებულია იონების ტრანსპორტთან. ანუ ამ შემთხვევაში ადგილია გულიპორტს. ეს შეიძლება იყოს იმპორტი, ანუ ერთი მიმართულებით გადაადგილება ფარმაკოლოგიური პრეპარატის და გარკვეული იონების, ან ანტიპორტი, როდესაც ხდება ვთქვათ იონების გარეთ გასვლა, ხოლო ფარმაკოლოგიური პრეპარატის შიგნით შემოსვლა. ამ სახის ტრანსპორტერები ძირითადად უზრუნველყოფენ წამლის შემოტანას უჯრედში. ისინი პირობითად შეიძლება 5 კლასად დავყოთ, ეს არის ორგანული ანიონების სატრანსპორტო პოლიპეპტიდების ოჯახი. თქვენ უფრო ხშირად შევხვდებით ამ სახის აბრევიატურებს, ვიდრე ქართულ სახელწოდებებს. ეს არის OATP ოჯახი. ორგანული ანიონების ტრანსპორტერები, ეს არის OAT, ეს არის ორგანული კათიონების ტრანსპორტერები, OCT, ორგანული კათიონების ახალი ტრანსპორტერები, ეს არის OCTN და პეპტიდების ტრანსპორტერები. თქვენ ხვდებით, რომ სახელწოდება საკმაოდ მარტივია და წარმოიქმნება იქიდან გამომდინარე, თუ რომელი იონების კოტრანსპორტი ხდება წამალთან ერთად, მხოლოდ ბოლო შემთხვევაში, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ პეპტიდების, უშუალო პეპტიდების ტრანსპორტერებზე. უჯრედიდან წამლის გატანას უჯრედშორის სითხეში ამ შემთხვევაში ახორციელებენ სხვა ტიპის ტრანსპორტერები. აქ ადგილი გვაქვს ტიპიურ აქტიურ ტრანსპორტთან, რადგანაც ამ დროს ადგილი აქვს ATP-ის დაშლას, ATP-ის ჰიდროლის და წარმოქმნილი ენერგიის ხარჯზე ხდება ნაერთის გატანა უჯრედიდან. ამ ჯგუფს ეწოდებენ ტრანსმემბრანული ტრანსპორტერების ATP დამაკავშირებელ კასეტის ოჯახს, ეს არის ATP binding cassette ABC. ამ ტრანსპორტერების მიეკუთვნება რამდენიმე ოჯახი, ეს არის წამლების მულტირეზისტენტულობის ცილები, multi-drug resistant proteins, MTR, წამლების მულტირეზისტენტულობასთან ასოცირებული ცილები, ეს არის multi-drug resistant related proteins, MRP, ნაღლის მარილების ექსპორტის ტუმბო, bile salt export pump, აი თქვენ ხედავთ BSEP, აბრევიატურები მიცემულია იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ხშირად ხდება თანამედროვე ლიტერატურაში და განსაკუთრებით ფარმაკოლოგიურ ლიტერატურაში. სარძევი ჯირკვლების კიბოს რეზისტენტულობის ცილა, ეს არის breast cancer resistance protein, BCRP. მარტივად სქემა შეგვიძლია ასე გამოვხატოთ. უჯრედში შემოტანას წამლის განაპირობებენ შემდეგი კლასები, ხო? ეს არის ორგანული კათიონების, ეს არის
პეპტიდების ტრანსპორტერი, ანიონების ტრანსპორტერი, ანიონების პეპტიდების ტრანსპორტერი და ასე შემდეგ. ხოლო უჯრედიდან გასვლას შემდგომ განაპირობებენ ATF დამოკიდებული ტრანსპორტერები, A, B, C კლასის ტრანსპორტერები და აქ არის წარმოდგენილი ზუსტად ეს არის multi-drug resistant associated proteins. ამ შემთხვევაში ეს არის ანავლე, თქვენ ხედავთ ნავლის მჟავების ტრანსპორტებს განაპირობებს და ასე შემდეგ. თითოეულ მათგანს ჩვენ შევეცდებით რომ აღწეროთ ეს კლასები, რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ ამ ლექციის განმავლობაში და დავწმუნდეთ როგორ არის დაკავშირებული ამ ტრანსპორტების პოლიმორფიზმი წამალზე პასუხის ვარიაბელობასთან. პირველი ოჯახი ეს არის ორგანული ანიონების სატრანსპორტო პოლიპეპტიდები, OATP, რომლებიც ლოკალიზებული არის საკმაოდ ბევრ ქსოვილში, ძირითადად მაინც ღვიძლში, როგორც ამ ტრანსპორტერების უმრავლესობა, რადგანაც პრეპარატის ძირითადი მეტაბოლიზმი ხდება მაინც ღვიძლში და ამ შემთხვევაში ტრანსპორტი და ტრანსპორტის ინტენსივობა გადამწყვეტია მისი მეტაბოლიზმისათვის, ეს არის ძირითადად ღვიძლში, აგრეთვე არსებობს თირკმელში, თავის ტვინში, ნაწლავებში. რაც შეეხება ღვიძლს, ამ შემთხვევაში ეს ტრანსპორტერები ძირითადად არიან განლაგებული ბაზოლატერალურ მემბრანაში და ისინი ხელს უწყობენ წამლის შესვლას ჰეპატოციტში და შესაბამისად ჰეპატოციტში დაგროვებას. შემდგომ ჰეპატოციტში უნდა მიმდინარეობდეს ამ ფარმაკოლოგიური პრეპარატის მეტაბოლიზმი და სხვა ტრანსპორტერებით მისი გადასვლა უკვე სანაკლე გზებში. ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილია OATP-ს დაახლოებით 11 ფორმა, უკანასკნელი მონაცემებით, ნომენკლატურა მიმდინარეობს ლათინური ასოებით, ეს არის A-დან დაწყებული, K-ით დამთავრებული და ამ ფორმებს შორის ძირითადი სხვაობა არის სუბსტრატული სპეციფიკა. ანუ სხვადასხვა ფორმები ახორციელებენ სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატის გადატანას ჰეპატოციტებში. პირველი წარმომადგენელი OATP-A ტრანსპორტერის ეს ფორმა გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით ექსპრესირდება თირკმელსა და თავის ტვინში. აქედან გამომდინარეობს მისი ფუნქცია, რადგანაც ის ძირითადად მონაწილეობს შარდიდან პირველადი შარდიდან ნაერთების რეაბსორბციაში და აგრეთვე საზურგდოენე სითხიდან გარკვეული ნაერთების სისხლში გადატანაში. ეს ფორმა საკმაოდ ფართო სუბსტრატული სპეციფიკურობით ხასიათდება, ანუ შეუძლია სხვადასხვა სტრუქტურის მქონე ნაერთების გადატანა. მის სუბსტრატს მიეკუთვნება ბრომოსულფოპტალეინი, ეს არის ნივთიერება, რომელსაც კლინიკაში გამოიყენებენ ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის ტესტირისთვის, აგრეთვე ნაღლის მჟავები, გადააქვს სტეროიდული სულფატები, თიროიდული ჰორმონები, ოპიატური პეპტიდები და ასე შემდეგ და ზოგიერთი ფარმაკოლოგიური პრეპარატი, მაგალითად ბექსოფენადინი და აგრეთვე სხვა. ნანახია მისი მუტაცია 172 კოდონში, ის მნიშვნელოვნად ამცირებს აღნიშნული პრეპარატების, მაგალითად ბექსოფენადინი შეიძლება ავიღოთ, ამ შემთხვევაში როგორც მარკერი მის ტრანსპორტს უჯრედში. ანუ ამ შემთხვევაში მომხდარი მუტაციის შედეგად ტრანსპორტერის აქტივობა დაქვეითებულია და ადგილი აღარ აქვს პრეპარატის ტრანსპორტს საჭირო უჯრედებში. ორგანული ანიონების სატრანსპორტო პოლიპეპტიდების კიდევ ერთ წარმომადგენელს წარმოადგენს OATP-C, რომელსაც აგრეთვე უწოდებენ ღვიძლის სპეციფიკურ ტრანსპორტერს, იმიტომ რომ ძირითადად განლაგებულია ღვიძლის ბაზოლატერალურ მემბრანაში. რადგანაც თავისი განლაგებიდან გამომდინარე, მისი ძირითადი ფუნქცია არის პრეპარატების გადატანა ჰეპატოციტებში, იქ სადაც ხდება მათი შემდგომი მეტაბოლიზმი, ძირითად სუბსტრატს მიეკუთვნება ნაღლის მჟავები, აგრეთვე სულფატები და გლუკორონიდები, აგრეთვე აღსანიშნავია თიროიდული ჰორმონები, სტატინები, ნაერთები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერლიპიდემიის სამკურნალოდ, აგრეთვე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქიმიოთერაპიაში, ანუ კიბოსამკურნალობაში გამოყენებული პრეპარატი, მეთოტრექსატი, აგრეთვე ანტიბიოტიკი, რიფამპიცინი და სხვა. ამგვარად ამ ტრანსპორტერს მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური მნიშვნელობა და ფარმაკოლოგიური როლი აკისრია ადამიანის ორგანიზმში.
ამ ტრანსპორტერის გენი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი და ნანახია მისი რამდენიმე მუტანტური ფორმა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ახლა ამ ტრანსპორტერის სტრუქტურა. ძირითადად მუტაციები ეხება ტრანსმემბრანულ დომენებს და ეხება აგრეთვე მეხუთე მარყურს და ნანახია რამდენიმე სახის მუტაცია, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილი არის 1%-ზე უფრო მაღალი სიხშირით, კერძოდ ყველაზე გავრცელებული ფორმა ეს არის 174 პოზიციაში ჩანაცვლება, რის შედეგადაც ხდება ტრანსპორტერის ფუნქციური დარღვევა, ძირითადად ეს ალელი არის გავრცელებული ევროპულ პოპულაციებში, ხოლო მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მუტაცია ეს არის 492 პოზიციაში, რომელიც ძირითადად გავრცელებულია აფრიკულ პოპულაციებში. პირველ მუტაციას რაც შეეხება, როგორც უკვე აღნიშნეთ, ადგილი აქვს ტრანსპორტერის ფუნქციურ დარღვევას, შედეგად პრეპარატების ტრანსპორტი ჰეპატოციტში ქვეითდება, ხდება მისი დარღვევა და ამ შემთხვევაში თუ ავიღებთ სტატინებს ან რიფამპიცინის, რომელიც წარმოადგენენ ამ ტრანსპორტერების სუბსტრატს, ადგილი ექნება პლაზმაში მათი დონის მატებას. ანუ აღარ ხდება მისი გადატანა ჰეპატოციტში და შედეგად აღარ ხდება მათი მეტაბოლიზმი. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია სტატინების და ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყების წინ, რადგანაც შესაძლებელია მოხდეს ამ პრეპარატების საკმაოდ ტოქსიკური დოზით დაგროვება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ცუდი გვერდითი ეფექტების გამოვლინება.